კონგრესში არჩევნების შედეგებს ელოდებიან, პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები კი შედეგის გარეშე დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლები 21 საათის განმავლობაში ცდილობდნენ საერთო პოზიციის მოძებნას, თუმცა მთავარი საკითხები, მათ შორის ბირთვული პროგრამა და ჰორმუზის სრუტე კვლავ უთანხმოების საგნად დარჩა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ შეთანხმებისთვის მზად იყო, თუმცა თეირანმა კონკრეტული ვალდებულებების აღებაზე უარი თქვა. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პროცესი ჩიხში შევიდა. რა ვერ შეთანხმდა მხარეებს შორის და რა იქნება შემდეგ? ნათია ჩეხერიასთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ნათია, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის, ნათია. მოგვიყვები, რატომ ვერ შედგა შეთანხმება, რა იყო მთავარი სადავო საკითხი? 21 საათიანი მოლაპარაკებები სამწუხაროდ, როგორც თქვენ ახსენეთ, უშედეგოდ დასრულდა. ორივე მხარე, ამერიკა და ირანი, წარმოდგენილი იყო მოლაპარაკებებზე საკუთარი დოკუმენტით. ერთ მხარეს ჰქონდა 15 პუნქტიანი შეთანხმება, მეორე მხარეს ჰქონდა 10 პუნქტიანი დოკუმენტი, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეთანხმება ყველაზე მთავარ პუნქტებზე ვერ მოხერხდა. ირანის მხარე აცხადებს, რომ იყო ერთ-ერთი ფაქტორი უნდობლობა მხარეებს შორის. ამასთან ერთად თეირანს აქვს წითელი ხაზები და ამ წითელ ხაზებში ხვდება, როგორც ჩანს, ჰორმუზის სრუტე და მისი გახსნის საკითხი, რაც შეეხება ამერიკის პოზიციას. JD Vance, რომელიც სხვათა შორის თეირანის მოთხოვნით იყო მოლაპარაკებაზე წარმოდგენილი, რადგან ერთადერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც წინააღმდეგი იყო აი ამ სამხედრო დაპირისპირების დაწყების. ახლა JD Vance ამბობს, რომ ზუსტად ამერიკას აქვს წითელი ხაზები, რომელიც ირანმა არ უნდა გადაკვეთოს და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე აპირებს ირანი ამ ხაზების გადაკვეთას, რა თქმა უნდა, საუბარია ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე. ირანულ მხარესთან შინაარსიანი დისკუსია გქონდა. ეს კარგი ამბავია. თუმცა ცუდი ამბავი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი სიგნალია ირანისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ჩვენ სამშობლოში შეთანხმების გარეშე ვბრუნდებით. ჩვენ ძალიან ნათლად ჩამოვაყალიბეთ, თუ სად გადის ჩვენი წითელი ხაზები, რის დათმობას ვაპირებთ და რას არ დავთმობთ. თუმცა მათ ჩვენი პირობების მიღება არ ისურვეს. ჩვენ გვჭირდება მტკიცე გარანტია, რომ ირანი არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას და არ მოიძიებს საშუალებებს, რომლებიც მას ბირთვული არსენალის სწრაფად მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი მიზანი და ჩვენი ძალისხმევაც ამისკენ იყო მიმართული. მთავარი კითხვა კი შემდეგია: ხედავთ თუ არა ირანის მხრიდან ნებას, რომ არ შექმნას ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, ან 2 წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის დასტურს ჯერ ვერ ვხედავთ. რიგ საკითხებზე შევთანხმდით, თუმცა 2-3 მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები საკმაოდ შორს იყო ერთმანეთისგან და საბოლოოდ შეთანხმებამდე ვერ მივედით. მოლაპარაკებების ეს რაუნდი გაიმართა 40 დღის შემდეგ. 40 დღე ომიდან და ცეცხლის შეწყვეტიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, უნდობლობით, ეჭვებით და მტრული განწყობით გაჟღენთილ ატმოსფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის მხარემ ეგრეთ წოდებულ სიონისტურ რეჟიმთან ერთად მეორედ ჩაიდინა სამხედრო თავდასხმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 9 თვის განმავლობაში. ამიტომ ბუნებრივია, თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ ერთ სხდომაზე შეთანხმებამდე მივიდოდით. ნათია, რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, რომელიც კვლავ ბლოკირებულია, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს და რას გეგმავს ამ მიმართულებით ვაშინგტონი. ჩვენ ვიცით, რომ სრუტის ნაღმებისგან გაწმენდვა მიმდინარეობს ამ ეტაპზე და ამერიკა ცდილობს ახალი გასასვლელის შექმნას ფაქტობრივად. კი ბატონო, ამერიკა ახლა ცდილობს ახალი გასასვლელის შექმნას, რადგან ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, JD Vance-მა მოლაპარაკების მაგიდასთან მკაცრად მოითხოვა ირანისგან, რომ გაეხსნათ ხელახლა ჰორმუზის სრუტე, რაზეც ირანმა უპასუხა, რომ მას აქვს მოთხოვნა, რომ აღიაროს ამერიკამ, რომ ირანი აკონტროლებს სრუტეს და აქვს სრული უფლება დააწესოს გადასახადი. ამას მკაცრად არ ეთანხმება ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რამდენიმე საათში გაკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ ეს არის ირანის მხრიდან მსოფლიო მასშტაბის გამოძალვა და ამერიკა ამას არ დაუშვებს. ამერიდან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტი საუკეთესო მსოფლიოში დაიწყებს ყველა იმ გემის ბლოკირებას, რომელიც შეეცდება ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას. ჩვენ მივაღწევთ იმ ეტაპს, როცა მოქმედებს პრინციპი ყველას ეძლევა შესვლისა და გამოსვლის უფლება. მაგრამ ირანმა ამის საშუალება არ მოგვცა უბრალოდ იმის თქმით. იქ სადღაც შეიძლება ნაღმი იყოსო, რის შესახებაც მათ გარდა არავინ იცის. ეს არის მსოფლიო მასშტაბის გამოძალვა, ხოლო ქვეყნების ლიდერები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, გამოძალვას არასდროს დაუშვებენ. მე ასევე დავავალეთ ჩვენს ფლოტს, მოძებნონ და შეაჩერონ საერთაშორისო წყლებში ყოველი ის გემი, რომელმაც ირანს გადასახადი გადაუხადა. ვინც უკანონო გადასახადს იხდის, მას ღია ზღვაში უსაფრთხო გადაადგილების გარანტია არ ექნება. ჩვენ ასევე დავიწყებთ იმ ნაღმების განადგურებას, რომლებიც ირანელებმა სრუტეში განათავსეს. ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენკენ ამ მშვიდობიანი გემებისკენ გაისვრის, პირდაპირ ჯოჯოხეთში გაიგზავნება.
ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცხელი წერტილი ნათია შეიძლება ითქვას რომ ახლა არის ლიბანი და სხვათა შორის ზავი არ ითვალისწინებდა ისრაელის ოპერაციის შეწყვეტას ლიბანში და დაბომბვები ისევ გრძელდება ამ მიმართულებით რა ვიცით ამერიკაშიც და ისრაელშიც აცხადებენ, რომ ლიბანი არ ყოფილა ამ ორკვირიანი ზავის და შეთანხმების ნაწილი და ისრაელი კვლავ გააგრძელებს თავის ცდილობებს, რომ გაანადგუროს ჰეზბოლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ლიბანის ხელისუფლებისგან მიიღო მოლაპარაკებებზე შეთავაზება, რომელსაც ის დათანხმდა. გასული თვის განმავლობაში ლიბანმა რამდენჯერმე მოგმართა პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ისტორიაში არასდროს მომხდარა, მაგრამ ახლა მათ მოგმართეს. მე თანხმობა გავეცი, თუმცა ორი პირობით. გვინდა ჰეზბოლას შეიარაღების განადგურება და გვინდა ნამდვილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თაობებს გაუძლებს. შეხვედრა ჩანიშნულია. ისრაელის და ლიბანის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან ვაშინგტონში 14 აპრილს, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. ისლამაბადის მოლაპარაკებები სამწუხაროდ დასრულდა უშედეგოდ. ნახოთ, როგორ დასრულდება ვაშინგტონის მოლაპარაკებები. დაველოდოთ. დაველოდოთ. მადლობა ნათია. ნათია ჩეხერია საუბრობდა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში.